გამარჯობა, დღეს 1 იანვარია, ახალი წელი და ევრონიუს ჯორჯია იწყებს პირდაპირ რეპორტაჟს. გამარჯობა, დღეს 1 იანვარია, ახალი წელი და ევრონიუს ჯორჯია იწყებს პირდაპირ რეპორტაჟს რუსთაველის გამზირიდან, სწორედ იმ ადგილიდან, სადაც ბოლო 1 თვის განმავლობაში ყოველდღე მოდიან საქართველოს მოქალაქეები და როგორც ხედავთ, არც დღევანდელი დღე აღმოჩნდა. გამონაკლისი დღეს არის ზუსტად 35 დღე, რაც საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, დედაქალაქის მთავარ გამზირზე მოქალაქეები მოდიან ყოველდღე, ღამით თუ დღესით და ისინი გამოხატავენ პროტესტს. დღევანდელი და გუშინდელი დღე კი პროტესტთან ერთად იყო ზეიმის დღეს. საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი ახალ წელს 2025 წელს სწორედ შეხვდა რუსთაველზე, შეხვდა პარლამენტის მიმდებარე დედაქალაქის მთავარ გამზირზე, შეხვდა ზეიმით, მაგრამ შეხვდა პროტესტითაც. მოქალაქეები ჩვენთან მედიასთან საუბარში ამბობდნენ, რომ ეს დღე ვერ იქნებოდა გამონაკლისი, მიუხედავად იმისა, რომ დღესასწაული დგებოდა, ეს დღე ვერ იქნებოდა გამონაკლისი, რომ ისინი არ გამოსულიყვნენ ქუჩაში და არ გამოეხატათ საკუთარი პოზიცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების მიმართ. რუსთაველის გამზირის საავტომობილო მონაკვეთი არ არის გადაკეტილი, იქ არის საავტომობილო მოძრაობა, თუმცა თქვენ ხედავთ მოქალაქეებს, რომლებიც არიან საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მათი ნაწილი აქ არიან ნაძვის ხესთან, ოჯახის წევრებთან, მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად, ხოლო ნაწილი მოქალაქეების ნაწილი აქ ისევე როგორც გასული 1 თვის განმავლობაში აქ არიან მოსული საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით, აქ არიან მოსული სასტონებით და ასე გამოხატავენ დღევანდელ დღესაც თავიანთ და მოსაზრებას, ერთ-ერთი მაგალითი არის სწორედ ეს, მოქალაქეები ნაძვის ხესთან არიან ევროკავშირის დროშებით, თუმცა აქ მრავლად ნახავთ თქვენ მოქალაქეებს ასევე საქართველოს დროშებითაც. საზეიმო განწყობა დღეს გუშინდელი დღის მსგავსად რუსთაველის გამზირზე და აქ მყოფი მოქალაქეები ამბობენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო გუშინ 31 დეკემბრის ღამე რუსთაველის გამზირზე, როდესაც საქართველოს მოქალაქეების ძალიან დიდი ნაწილი გაერთიანდა და სწორედ აქ შეხვდა 2025 წელს. ისინი ჩვენთან ამბობენ, რომ ამ დღეს შეხვდნენ ნამდვილი ქართული ტრადიციით, ქართული სუფრით, ქართული მრავალჟამიერით და ქართული ცეკვით. ჩვენ ვადევნებდით გუშინ მთელი საღამოს განმავლობაში თვალს მოქალაქეები, ისინი ვინც აქ იყვნენ, ისინი აქ ხედავდნენ აი ამ მოვლენებს, ხოლო მოქალაქეთა ნაწილი ეკრანებიდან ადევნებდნენ თვალს რა ხდებოდა გუშინ რუსთაველის გამზირზე. აქ შესრულდა მუსიკალური ნომრები, აქ მთელს გამზირზე გაიშალა უზარმაზარი სუფრა, ქართული ტრადიციების ერთ-ერთი მაგალითი, ასე ვთქვათ, ტრადიციული კერძებით და ასევე აქ შესრულდა ქართული ეროვნული ცეკვა. სუხიშვილებმა იცეკვეს გუშინ რუსთაველის გამზირზე და შეიძლება ითქვას, რომ მთელი ღამის განმავლობაში მოქალაქეების ნაწილი კვლავ დარჩა საქართველოს პარლამენტთან. ჩვენს ოპერატორს გიორგი გელაშოვს ვთხოვ, რომ აი ახლა მაქსიმალურად გვაჩვენოს ვითარება რა ხდება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. თქვენ გესმით სადღესასწაულო მუსიკა დედაქალაქის ნაძვის ხესთან, მოქალაქეები აქ როგორც უკვე გითხარით, ოჯახის წევრებთან ერთად მოვიდა, ნაწილი კი მოვიდა აქ მოვიდა მეგობრებთან ერთად და ისინი ამბობენ, რომ პროტესტი, რომელიც ბოლო 35 დღეს განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობდა ქვეყანაში, ეს პროტესტი უნდა გაგრძელდეს მიუხედავად დღესასწაულებისა. და აი ამ პროტესტს მოკლედ საზეიმო განწყობაც, ასე ვთქვათ, დაერთო აი ამ ბოლო 2 დღის განმავლობაში. ჩვენ ვცდილობთ, რომ აი ახლა გაჩვენოთ პირდაპირ ეთერში რა ვითარება რუსთაველის გამზირზე. ეს დღევანდელი აქ შეკრება არ არის ორგანიზებული, როგორც ვთქვათ, წინა დღეები. ყოველ დღეს სამოქალაქო აქტივისტები
გარკვეულ გეგმას სახავდნენ იმ დღის პროტესტთან დაკავშირებით, თუმცა დღევანდელი დღე ასეთი არ არის. აქ მოქალაქეები საკუთარი ინიციატივით ყოველგვარი წინასწარი გეგმის გარეშე მოვიდნენ და მე შევეცდები რომ პირდაპირ ეთერში გავესაუბრო ახლა მათ ნაწილს ილიონის პროფესორს საბა ჯაჯანიძეს ხედავთ აი ახლა საბა მოგესალმებით გილოცავთ ახალ წელს პირველ რიგში და აი ამ დღეს როდესაც მოქალაქეები ზეიმობენ მეგობრებთან ერთად ოჯახის წევრებთან არიან თქვენ ხედავთ რუსთაველის გამზირზე რატომ ხართ დღეს აქ პირველ რიგში დავიწყოთ ამით ჩვენ ვზეიმობთ ერთობას ვზეიმობთ ამ ხალხს ვზეიმობთ ნახე აი ხა ვინც აქ არის ამ ხალხს ვზეიმობ იმიტომ რომ ეს არის ჩემი შენაძენი ჩვენ ერთმანეთი ვიპოვეთ და ამაყები ვართ ამით და რა თქმა უნდა შეუპოვრობა რა ანუ არ შევეგუებით ამას გამორიცხული საბა გუშინ ახალ წელს მოქალაქეების დიდი ნაწილი რუსთაველის გამზირზე შეხვდა ჩვენ ნახულობდით რომ სავსე იყო დედაქალაქის მთავარი გამზირი მოგვიყევით გუშინდელ დღესთან დაკავშირებით თქვენი შთაბეჭდილებები და თქვენი აღქმით რატომ იყო ეს დღე მნიშვნელოვანი რატომ იყო მნიშვნელოვანი რომ მოქალაქეები 31 დეკემბერს ახალი წლის ღამე სწორედ აი აქ მოსულიყვნენ ბევრი რამის გამო იყო მნიშვნელოვანი, მაგრამ პირველ რიგში იმისთვის, რომ ერთმანეთი გაგვეძლიერებია და კიდევ ერთხელ გვენახა რამდენი ვართ შეუპოვარი ადამიანები და მათ შორის მესიჯი გაგვეგზავნა, ხო? არა მარტო საქართველოში, არამედ საქართველოს ფარგლებს მიღმა და მგონია, რომ ეგ დღე მაგ მიზეზს მოკეთ მივახციეთ. ბატონო, გუშინაც და დღესაც აქ მოქალაქეები განსაკუთრებით ბევრს საუბრობენ იმ პირებზე, რომლებიც ბოლო ერთი თვის განმავლობაში დემონსტრაციების დროს დააკავეს, მათ ნაწილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. გუშინ მოქალაქეთა ნაწილი საპატიმროებთანაც შეხვდა. აი ამ დღეს 2025 წელს რა შეგვიძლია ვთქვათ, აი ამ გასულ ერთ თვეზე თქვენი შეფასება როგორ იქნება, იმიტომ რომ თქვენ ძალიან აქტიურად ხართ აი ამ პროტესტში ჩართული და არაერთხელ ყოფილხართ ჩვენი რესპონდენტიც. მე არ მგონია რომ რაღაცა ბევრი ახლის თქმა შემეძლოს პრინციპში უკვე რასაც ყოველდღე ვიძახით ის შეგვიძლია ერთადერთი იმას ვიტყოდი რომ გუშინდელი ამბავი საპატიმროებთან მნიშვნელოვანი იყო და მე მინდოდა იქ წავსულიყავი უბრალოდ დაანონსებული ქონდა საჩუქრების აქცია და მოხალისეობრივად აქ ვიყავი თორე იმ ადამიანების გამხნევება არის ძალიან მნიშვნელოვანი და პირობას ვიძლევი რომ ყველაფერს გავაკეთებ მე და ეს ადამიანების დარწმუნებულება რომ ეს ადამიანები დავიხსნათ დროულად იქიდან სადაც არიან უსამართლოდ. და ასევე ბოლო კითხვას დაგისვამთ საბა თქვენ როგორც აი ამ პროტესტში ჩართულ მოქალაქეს აი როგორი გაქვთ პროგნოზი და როგორი გაქვთ იმედები 2025 წელთან დაკავშირებით როგორ ელოდებით მოვლენების განვითარებას უკვე 2025 წელს ძალიან კაი კითხვა არის, მადლობა. არავითარი იმედი მე არ მაქვს. მე მგონია რომ აქ მხოლოდ მიზნები და ამოცანები და ამ მიზნებისკენ და ამოცანებისკენ ყველა ერთხმად აი ესე ერთად მივდივართ. არაფერი კონკრეტული. ვიქნებით იქამდე სანამდე საჭირო იქნება, სანამ იმ დაანონსებულ მიზნებს არ მივაღწევთ, რომელიც აი გამოფენილია, ხო? ვითხოვთ ახალ არჩევნებს. ოღონდ არა ამ ადმინისტრაციით და არა ამ წესებით და ვითხოვთ ამ დაკავებულების გამოშვებას, იმიტომ რომ ისინი არიან სინდისის პატიმრები, ისინი არიან რეჟიმის პატიმრები. დიდი მადლობა რომ პასუხობდით საბა ჩვენს შეკითხვებს მაყურებელს შევახსენებთ რომ საბა ჯაჯანიძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი პასუხობდა ევრონიუს ჯორჯიას შეკითხვებს და საბა აი ამ პროტესტში პირველივე დღიდან არის ჩართული და დაახლოებით პროტესტის დაწყებიდან დაახლოებით 2 კვირის შემდეგ სამართალდამცველებს გაუჩნდათ კითხვები საბა ჯაჯანიძესთან ისინი მის საცხოვრებელ მოკვლება ჩხრეკაც ჩაატარეს ჩვენ ხედავთ რომ საბა დღესაც არის საქართველოს პარლამენტთან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები არიან დღეს აქ ისევე როგორც გასული 35 დღის განმავლობაში გიორგი ბურჯანაძეს ხედავთ მოგესალმებით გიორგი სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე ახალკო სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი უპასუხებს ახლა ჩვენს შეკითხვას გიორგი გილოცავთ პირველ რიგში ახალ წელს მე წინა რესპონდენტსაც დავუსვე შეკითხვა და თქვენთან ინტერვიუსაც ამ შეკითხვით დავიწყებთ 1 იანვარს რატომ გადაწყვეტეთ რომ მოსულიყავით საქართველოს პარლამენტზე
პირველ რიგში გილოცავ თქვენს და განსაკუთრებით ჟურნალისტებს, იმიტომ რომ თქვენ რომ არ ყოფილიყავით ამ პროტესტების დროს, უამრავი ცუდი რამ მოხდებოდა და დოკუმენტირების გარეშე დარჩებოდა. ამიტომ წლევანდელმა წელმა კარგად დაგვანახვა თქვენი მნიშვნელობა და ღირებულება. რატომ მოვედი დღეს? იმიტომ რომ უამრავი ადამიანია ამ ქვეყანაში, რომელმაც პროტესტისთვის უამრავი რამ გაიღო, თავისუფლება, ადამიანები ციხეში შედან დღეს, ადამიანებმა თავისუფლება გაიღეს და ბუნებრივია რაღაცა მცირედი კომფორტის დათმობა, არაფერი ამასთან დაკავშირებით. ჩვენ ბუნებრივია ვერ გვექნება ისეთი ორდინალური ახალი წელი, როგორიც გვიყვარს, როგორიც ჩვეულებრივია, იმიტომ რომ გვაქვს ავტოკრატიაში გადადგმული ნაბიჯები, გვაქვს ავტოკრატიად ჩამოყალიბებული ქვეყანა, სადაც დემოკრატია აღარ არსებობს, სადაც ადამიანებს აკავებენ გამოხატვის თავისუფლების გამო, სადაც გვაქვს დრაკონული წესები და სადაც უამრავი უფლება შემზღუდავი ღონისძიება მოქმედებს, ისეთი წესები, როგორც საბჭოთა კავშირის დროს იყო. ამიტომ რა თქმა უნდა შეუძლებელია ისეთი ჩვეულებრივი ახალი წელი მქონოდა, როგორც მაგალითად სხვა წლებში. და გიორგი, ახლა უკვე რას ელოდებით 2025 წლიდან ჩვენ გვესმის ბოლო 35 დღის განმავლობაში თქვენი პროტესტი, თქვენი მოთხოვნები, თქვენ აი ამ პროტესტის მონაწილეები ამბობთ, რომ ეს მოთხოვნები არ შეიცვლება, ვიდრე არ დაკმაყოფილდება, ხომ? კიდევ ერთხელ დღესაც განვმარტოთ, რა არის თქვენი მოთხოვნა ახლა უკვე 2025 წელს და როგორი არის თქვენი მოლოდინი და თქვენი პროგნოზები მოვლენების განვითარებასთან დაკავშირებით? პროგნოზი მიჭირს, ერთი რაც შემიძლია თქმა, მე სანამ ერთ რიგით მოქალაქეს შემეძლება, რა თქმა უნდა, ყოველთვის გავაპროტესტებ, სანამ იმ შედეგებს არ მივაღწევთ, რაც შეეხება იმას, თუ რას ვაპროტესტებთ, ვითხოვთ იმას, რომ მოხდეს ხელახალი არჩევნების ჩატარება ამ ქვეყანაში, იქიდან გამომდინარე, რომ არჩევნები ტოტალურად გაყავდა და ანტიდემოკრატიული მდგომარეობა, რომელიც ქვეყანაში გვაქვს, იმითაც დასტურდება, რომ ქვეყნის უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ ხდება ისეთი საკითხების შეცვლა, როგორც არის ქვეყნის ევროინტეგრაცია და ეს კიდევ ერთი ნაბიჯია, ეს დასაწყისია და უამრავი რამ იქნება, უამრავი ესეთი ნაბიჯი იქნება გადადგმული, თუ კი ჩვენ ამ ქვეყანაში არ გვექნება დემოკრატია. ამიტომ დღეს დემოკრატიით დაცვით, იმას ვიცავთ, რომ ხვალ უფრო და უფრო მეტი ანტიდემოკრატიული ნაბიჯი არ გადაიდგას ქვეყანაში, მეტი ანტიდემოკრატიული ქმედება არ განხორციელდეს, კანონი არ იქნას მიღებული და უკანონოდ დაკავებული ადამიანები, რომლებიც დღეს ციხეში იმყოფებიან იმის გამო, რომ ისინი პროტესტს გამოხატავდნენ, რომლებიც შემთხვევითაც შეარჩიეს და რაღაცა უსაფუძვლო ბრალდეები წაუყენეს, იმ ადამიანების გათავისუფლება არის უმნიშვნელოვანესი, იმიტომ რომ მათ ადგილას ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება იყოს ხვალდაზეკი. კი ბატონო, გიორგი, თქვენ სახალხო დამცველის მოადგილე იყავით და ამიტომ აუცილებლად მინდა გკითხოთ ამ თემასთან დაკავშირებით, ჩვენ ვიცით უკვე, რომ არაერთი ჟურნალისტი და არაერთი დემონსტრანტი გამოძიებამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად მათ წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმებიდან გამომდინარე. ხო, ჩვენ პირდაპირ ეთერში ვუყურებდით, როგორ უსწორდებოდნენ საპოლიციო ძალები, მათ ფიზიკურად თუ ამ დრომდე ჯერ კიდევ დაუდგენელი ნიღბიანი პირები. ის რომ გამოძიებამ ამ დრომდე ჯერჯერობით ვერ გამოავლინა ვერც ერთი თავდამსხმელი, ვერც მედიაზე თავდამსხმელები, ვერც დემონსტრანტებზე თავდამსხმელები, რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ამან და აი ამ ფაქტს თქვენ როგორ აფასებთ, მოგუყევით აი ადამიანის უფლებების ნაწილში? სპეციალური საგამოძიებო სამსახური იქცა ძალიან ისეთ არაფრის მომცემ ბედოლად ინსტიტუციად, რომელიც არაფერს არ აკეთებს, დროს კარგავს და ვნახეთ ჩვენ რუსული კანონის შარშანდელი გამოძიებები, ვნახეთ წლევანდელი გაზაფხულის პროტესტის დროს გამოყენებული ძალადობის გამოძიებები, შედეგი არის ნულოვანი, არც ერთი მოძალადე პოლიციელი, მოძალადე სამართალდამცავი, მოძალადე ეგრეთ წოდებული ტიტუშკა არ ყოფილა პასუხისმგებაში მიცემული, ამიტომ ეხაც მოლოდინი მაქვს ნულოვანი, იმიტომ რომ ძალიან მინიმუმ ადამიანებს შეუძლიათ თუნდაც ამ GDD-ს სამსახურის დეპარტამენტის დირექტორის დაკავება, მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა, იქიდან გამომდინარე, რომ ყველანაირი მტკიცებულება არსებობს, რომ მისი ეფექტური დაქვემდებარებების პირებმა დანაშაული ჩაიდინეს, მაგრამ სამწუხაროდ ეს არ ხდება. ამიტომ ნულოვანი მოლოდინი მაქვს, რომ რაიმე ეფექტური გამოძიება იქნება შედეგად და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი არის დროის კარგვა. არაერთხელ დაადასტურა ამ სამსახურმა, რომ არაფერს არ გამოიძიებს, ვერ იძიებს და არც ეხა მაქვს რამე მოლოდინი. ეს არის ადამიანის უფლებების მკაფიო დარღვევა, მაგრამ სამწუხაროდ ეს არაფერი არ იცვლება ამ თვალსაზრისით. დიდი მადლობა, გიორგი ბორჯანაძე, სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე, პასუხობდა ევრონიუს ჯორჯიას შეკითხვებს. ჩვენ გავესაუბრეთ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც დღესაც მოვიდნენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას და მე როგორც გიყვებოდით, აქ მოქალაქეები არიან მოსული, სხვადასხვა ასაკის, სხვადასხვა ინტერესის. კიდევ ერთ მოქალაქეს გავესაუბრებით, ერთი მარტივი კითხვით, მოგესალმებით, საქართველოს დროშით ხარ
ხართ მოსული, რატომ ხართ დღეს 1 იანვარს საქართველოს პარლამენტთან, იმიტომ რომ ალბათ სხვა 1 იანვარს არასდროს არ ყოფილხართ ამ ადგილას, ხო? არა ხო არც 1 იანვარს არ ყოფილა არც 31 დეკემბერს ამ ადგილას, მაგრამ სამწუხაროდ ისეთი მდგომარეობა აქვს ქვეყანაში, რომ გვიწევს ვიყოთ აქ. ჩემი აზრით კრიტიკულად მნიშვნელოვანია რომ პროტესტი იყოს უწყვეტი და ზუსტად ამიტომაც ვარ დღეს მე აქ. ჩვენ იგივე შეცდომა გავიმეორეთ თუნდაც გაზაფხულის აქციების პერიოდში, როდესაც ვითომ რაღაც პაუზა ვიღეთ და შემდეგ ნახეთ რომ საბოლოოდ ეს პროტესტი ჩაკვდა. ამიტომაც ვიმედოვნებ რომ ამჯერად იგივე შეცდომას აღარ დაუშვებთ და ხალხი გააგრძელებს ქუჩაში გამოსვლას და ძალიან ისეთი არჩევანის წინაშე ვდგავართ დღეს რაღაც საცივი თუ საქართველოს და იმედი მაქვს რომ ქართველი ხალხი საქართველოს აირჩევს და არა ამ რაღაც დღესასწაულებს რომელიც უბრალოდ დაემთხვა ამ პერიოდს. დიდი მადლობა რომ პასუხობდით ჩვენს შეკითხვებს. Euronews ჯორჯია რჩება რუსთაველის გამზირზე. ჩვენ ხედავთ რომ მოქალაქეები კვლავ რჩებიან აქ. მათი ნაწილი ამბობს რომ ისინი დღესაც აქ გვიან ღამემდე დარჩებიან და აი ამ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღეს არ შეწყვეტენ პროტესტს, ვიდრე არ დააკმაყოფილდება მათი მოთხოვნები, რაც შეეხება ხელისუფლების პოზიციას, რომლის მიმართაც ისინი აი ამ მოთხოვნებს ახმოვანებენ ერთი მხრივ ხელახალი არჩევნების დანიშნვის შესახებ, მეორე მხრივ კი დემონსტრაციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლების შესახებ, რაც შეეხება ამ მოთხოვნებთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიცია შეიძლება ითქვას, რომ არის უცვლელი, მათ ჯერჯერობით არ განუცხადებიათ გარკვეული შემხვედრი ნაბიჯების შესახებ დემონსტრანტების მიმართ. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ჯერჯერობით კვლავ კრიტიკული განცხადებებით გამოდიან იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც რუსთაველის გამზირზე ბოლო 35 დღეა უწყვეტად იკრიბებიან დღის თუ ღამის განმავლობაში სხვადასხვა ქუჩაზე, სხვადასხვა უბანში, თუმცა საბოლოოდ პროტესტის საბოლოო დანიშნულების ადგილი მაინც სწორედ აი ეს ტერიტორია, საქართველოს საკანონმდებლო შენობა, დედაქალაქის მთავარი გამზირი და დღესაც გასული დღეების მსგავსად სწორედ აქ არიან მოქალაქეები. Euronews ჯორჯია რჩება ადგილზე, ჩვენ ვაგრძელებთ ინტერვიუებს და ჩვენ ვაგრძელებთ მოქალაქეების მოსაზრებების მოსმენას. დღესაც განაგრძეთ Euronews ჯორჯიას ყურება. მადლობა რომ ირჩევთ ჩვენს არხს.